ვლადიკავკაზში აფეთქებისას გარდაცვლთა რაოდენობამ 17, ხოლო დაშავებულთა რაოდენობამ 133-ს მიაღწია. გამოძიების ცნობით აფეთქება დღეს დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე მოხდა. სიმძლავრემ 30-40 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი შეადგინა. წინასწარი ინფორმაციით აფეთქება ავტომობილში მყოფმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. გამომძიებლებმა ავტომობილის უკანა სავარძელზე ერთი ცხედარიც აღმოაჩინეს და ვარაუდობენ, რომ იქ მეორე პირიც იმყოფებოდა. ტერაქტის გამოძიება რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ პირად კონტროლზე აიყვანა. დეტალებს ხატია ქვათაძე კი ამბობთ. 17 გარდაცვლილი, მათ შორის 2 ქართველი და 133 დაჭრილი. 5 ქართული გვარი დაშავებულთა შორისაც არის. ვლადიკავკაზის ინციდენტის მსხვერპლის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია დაახლოებით 1 საათის წინ გაავრცელა. მომხდარს უკვე მიეცა ტერაქტის კვალიფიკაცია. დადგენილია ორგანიზატორის ვინაობაც. ცნობილია, რომ ვინმე არჩიევი ინგუშეთიდან ჩრდილოეთ ოსეთში აფეთქებამდე 1 საათით ადრე ჩავიდა. აფეთქების ხმა ვლადიკავკაზში ადგილობრივი დროით 11 საათსა და 30 წუთზე ქალაქის ბაზარში გაისმა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ჯანაევის ქუჩაზე სწორედ არჩიევის ავტომობილში ამოქმედდა. ამას მანქანის მფლობელიც ადასტურებს. გვარად დობრიევი უკვე დაკავებულია, თუმცა ამბობს, რომ წინა დღეს ავტომობილი უცნობ პირს მიჰყიდა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ტერაქტისა და მკვლელობის მუხლებით უკვე აღიძრა. მიმდინარეობს გამოძიება. ამ დროისთვის აფეთქების ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით კომენტარები უკვე გაკეთდა რუსეთის ხელისუფლებაში. დიმიტრი მედვედევის ბრძანებით დამნაშავეების ათანადოდ უნდა დაისაჯონ. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი განადგურდნენ. გარდა ამისა, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო დაღუპულთა ოჯახებს 1 მილიონ რუბლს, დაზარალებულებს კი 200-დან 400.000-მდე რუბლს გადასცემს. ვლადიკავკაზი საქართველოს სამხედრო გზის დასაწყისში მდებარეობს. ეთნიკური მიზეზით დაპირისპირება და თავდასხმები აქ ხშირია. ქალაქის ბაზარი კი ბოლო 20 წლის განმავლობაში ტერორისტების სამიზნე არაერთხელ გამხდარა. 1999 წელს ამავე ადგილას აფეთქებას 55 ადამიანი ემსხვერპლა. 2001 წელს კი ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. 2010 წლის 10 სექტემბერი კი დღევანდელი ტერაქტის გამო ვლადიკავკაზში გლოვის დღეა. ორგანული კანონის კატეგორია უქმდება. მმართველი გუნდისა და კონსტიტუციის ახალი პროექტის ავტორების გადაწყვეტილებით კანონთა იერარქიიდან ორგანული კანონის კატეგორიას იღებენ და მხოლოდ კონსტიტუციური და ჩვეულებრივი კანონები რჩება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ორგანული კანონპროექტის დამტკიცებას პარლამენტში ხმების მხოლოდ 1/3 დასჭირდება. ხელისუფლება გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოსთვის მუშაობის გამარტივებით ხსნის, თუმცა კონსტიტუციის ამ ცვლილებას ოპონენტები უკვე გამოუჩნდნენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მტკიცებით ორგანული კანონის გაუქმებით ნაციონალური მოძრაობა მომავალ პარლამენტში ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. კონსტიტუციის განხილვასთან დაკავშირებით საქართველოში ვენეციის კომისიის ხელმძღვანელის ჯანი ბუკიკიოს ვიზიტი იგეგმებოდა, თუმცა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით ბუკიკიო საქართველოს აღარ ესტუმრება. რატომ აუქმებენ ორგანული კანონის კატეგორიას, ნახეთ ხათუნა ხვედელიძის სიუჟეტში. კონსტიტუციის ახალი პროექტის მიხედვით ქართულ საკანონმდებლო სისტემაში ორგანული კანონის კატეგორია აღარ იარსებებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონებს, რომლებსაც ახლა დასამტკიცებლად პარლამენტში ხმების უმრავლესობა სჭირდება, მომავალში მხოლოდ 1/3 მხარდაჭერით მიიღებენ. ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვების კომისიისა და თავისუფალი დემოკრატების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ირაკლი ალასანიას გუნდის წევრებმა კონსტიტუციის ახალი პროექტის ავტორებისგან და პარლამენტის თავმჯდომარისგან იმის განმარტება ითხოვეს, თუ რამ განაპირობა ორგანული კანონის ცნების გაუქმება. ჩვენ ვკითხეთ მას, რამ განაპირობა ის, რა საჭიროებიდან იყო გამომდინარე მათი შემოთავაზება ორგანული კანონის გაუქმების შესახებ. მათ გითხრეს ასეთი რამ, ამას რა მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელობა ამას აქვს და ჩვენ მათ უთხარით, რომ არ მხოლოდ მნიშვნელობა აქვს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ქვეყნისთვის. ორგანული კანონის კატეგორია, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით მნიშვნელობა არ აქვს, კონსტიტუციაში რამდენიმე კანონი განეკუთვნება. მოქმედ კონსტიტუციაში კანონის 3 კატეგორია არსებობს. უმაღლესია კონსტიტუციური კანონი, რომელიც პარლამენტში ხმების 2/3 მხარდაჭერას საჭიროებს. შემდეგია ორგანული კანონი, რომელიც ხმების უმრავლესობით 76 ხმით მიიღება. და ბოლოს ჩვეულებრივი კანონი, რომლის დასამტკიცებლად დამწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერაც საკმარისია. თავარია არ იყოს 50 ხმაზე ნაკლები. კონსტიტუციის ახალი პროექტის მიხედვით გაუქმებული ორგანული კანონის მიღებისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისი იქნება. ასეთი კანონებია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ კანონი, კანონი პრეზიდენტის კანდიდატურის დანიშვნისა და მისი არჩევის შესახებ, კანონის საგანგებო და საომარი ვითარებების შესახებ, მოქალაქეობის მინიჭების საკითხები, კანონის სახალხო დამცველის შესახებ, მოსამართლეთა დანიშვნის წესი და კანონის საერთო სასამართლოების შესახებ.
ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატების წევრი თია წულუკიანი დარწმუნებულია, რომ ნაციონალური მოძრაობა ორგანული კანონის გაუქმებით მომავალ პარლამენტში საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. ეს ემყარება იმის იმედს, რომ ისინი კერძოდ ნაცმოძრაობას გულისხმობ, იქონიებენ მომავალ პარლამენტში სულ მცირე 1/3-ს ხმებისა, მეტის იმედი შეიძლება აქვთ ან არ აქვთ, მაგრამ ისინი მინიმალურ გათვლაზე მიდიან იმისთვის, რომ არ აღმოჩნდნენ წამგებიან მდგომარეობაში. და ჩვეულებრივი კანონებით 1/3-ის ხმებით შეეძლებათ მათ ისეთივე წესით მართონ ქვეყანა, როგორც დღეს ამას აკეთებენ. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და კონსტიტუციის ავტორები ოპონენტების მოსაზრებებს არ იზიარებენ. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ გარდა კონსტიტუციური კანონებისა, სხვა კანონებს შორის განსხვავებები არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი კანონები არ არსებობს. მარტივი ლოგიკა ითხოვს ამას, განსხვავება უნდა იყოს მხოლოდ კონსტიტუციურ ნორმასა და კანონის ნორმას შორის. კანონის ნორმებს შორის შიგნით რაიმე უპირატესობების დაწესება მე არ მგონია სწორი. ეს წაადგება საკანონმდებლო პროცესის რაციონალიზაციას წაადგება, ეს ერთი, მეორე მოხსნის იმ გაუგებრობებს, რომელიც არსებობს ორგანული კანონის ცნებასთან დაკავშირებით, მაგალითად, რატომ უნდა იყოს ორგანული კანონით დარეგულირებული ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შესახებ ურთიერთობა, რატომ არ უნდა იყოს მაგალითად სისხლის სამართლის კოდექსი ორგანული კანონით. ეს არის უაღრესად სახიფათო და ბევრი აზრით, მათ შორის ჩემი აზრითაც, აბსოლუტურად მიუღებელი სიახლე. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ ორგანული კანონის ცნების ამოღება დაუშვებელია, რადგან შესაძლოა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის იყოს გამოყენებული. ახლა ამის გაუქმებით ყველა ეს კანონი იქნება ძალიან ადვილად ხელწამოსაკრავი. ძალიან ადვილი იქნება ამ კანონებში ცვლილებების შეტანა და ეს ცვლილებები შეიძლება ამ ცვლილებების საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკური კონიუნქტურა, ცვლილების მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს, თქვათ, ვიწრო პარტიული ინტერესი, რაც უაღრესად სახიფათო იქნება საზოგადოებისთვის. მართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ორგანული კანონის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს. მათი მტკიცებით ოპონენტთა არგუმენტები საფუძველს მოკლებულია. ოპონენტები კი უკმაყოფილებას იმის გამო გამოთქვამენ, რომ ხელისუფლების მხრიდან ორგანული კანონის ცნების გაუქმებასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს. შეხვედრისთვის თუ კონსტიტუციის ფორმირებაში მონაწილეობის რეალური საშუალება დავით ბაქრაძის შეთავაზებას არასაპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართული იყო, ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს უკვე შეხვდნენ თავისუფალი დემოკრატები, დღეს კი საკონსტიტუციო კომისიაში ახალი მემარჯვენეები და მრეწველები მივიდნენ. დანარჩენი პარტიები ბაქრაძესთან შეხვედრაზე უარს ამბობენ. რა არგუმენტები აქვთ ლიდერებს, რომლების განხილვაზე უარს ამბობენ და რას მიაღწიეს მათ, ვინც დავით ბაქრაძეს შეხვდა, შორენა ხვიჩი არ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შენობაში ავთანდილ დემეტრაშვილმა ორ ოპოზიციურ პარტიას უმასპინძლა. პირველები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ახალი მემარჯვენეები მივიდნენ. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის დაწყებისთანავე პარლამენტის თავმჯდომარესთან მემარჯვენეების ლიდერმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ყველა შენიშვნა გათვალისწინებული არ იყოს, თუმცა მისთვის მთავარი კონსტიტუციის ფორმირების პროცესში ჩართვაა. მემარჯვენეებმა საგანგებო კომისიას რამდენიმე საკითხი წარუდგინეს. საუბარი ძირითადად საკუთრებისა და ადამიანის უფლებებს, ასევე ორგანულ კანონს შეეხებოდა. საკუთრების უფლება, რომელზეც თავიდან ჩანაწერი იყო ძალიან კარგი, შემდგომ გარკვეულწილად დაკნინდა და კომისიის მხრიდან და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იყო შეპირება, რომ აღდგება ნაწილობრივ მაინც ძველი ჩანაწერი და მესაკუთრის უფლებები იქნება კონსტიტუციურად უფრო მეტად დაცული. მრეწველების ლიდერი ზურაბ ტყემალაძე საკონსტიტუციო კომისიაში მანამდე მივიდა, ვიდრე ახალ მემარჯვენეებთან შეხვედრა დასრულდებოდა. შენიშვნები მრეწველებმა პარლამენტის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს წერილობით გადასცეს. შედეგი იქნება მაშინ გაიზიარებენ თუ არ გაიზიარებენ ჩვენ წერილობითაც ჩავაბარეთ ჩვენი ესე ვთქვათ მოსაზრება. ნახოთ იქ ერთადერთი რომელ საკითხიც გვითხრეს აუცილებლად გადახედავენ ეს არის საკუთრების თემასთან მიმართებაში. იყო საკითხები, რომელიც უკავშირდებოდა საკუთრების უფლებას და გარკვეული ასე ვთქვათ ფორმულირებების კიდევ უფრო დაზუსტებას ამ საკითხთან მიმართებაში და მე ვფიქრობ ეს ის საკითხია, რომელსაც გავითვალისწინებთ. იყო ასევე საკითხები, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს მოქალაქეების უფლებებს, რომელსაც ასევე გავითვალისწინებთ. იყო ძალიან დეტალური მსჯელობა მთავრობის როლზე, ფორმირების პროცესზე, პარლამენტის და მთავრობის დამოკიდებულებით.
დამოკიდებულებაზე და ამ საკითხებიდანაც ვფიქრობ იყო ძალიან საყურადღებო და კონსტრუქციული შენიშვნები. ვიდრე ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარესა და საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან კონსტიტუციის პროექტს განიხილავდა, დანარჩენი ლიდერები ჟურნალისტებს უხსნიდნენ, რატომ არ არის შედეგიანი კონსტიტუციის ფორმირების პროცესში ჩართვა. იქ ჩართვა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივცეთ ლეგიტიმაცია დანაშაულებრივ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც სისხლიანი სააკაშვილი რჩევა პრეზიდენტის პოსტზე, ამჯერად პრემიერ-მინისტრის სახელწოდებით. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება მოგეხსენებათ და ჩვენი იქ მონაწილეობა მათ სჭირდებოდათ ქართული და მსოფლიო საზოგადოების თვალის ასახვევად. გუშინ ძალიან საინტერესო კომენტარი იყო ბატონი ბაქრაძის, რომელიც ბატონ ალასანიასთან შეხვედრის დასაწყისში ამბობდა, რომ ჩვენო მართალიაო დღესო ვერც ერთ საკითხზეო ვერც შევთანხმდებით და არც შევთანხმდებითო, მაგრამ მაინც კარგია რომ ხვდებითო. ეხლა ძალიან მენატრება რომელიმე პარლამენტარი მეთქი თავის თავმჯდომარიანად რო გითხრათ მოგატყუებთ. მე არ ვიცი ეხლა პოლიტიკური გამოუცდელობა ჭირს დანარჩენ პოლიტიკურ წარმომადგენლებს, ზოგმა გადაწყვიტა რომ სააკაშვილის ფასადი გაალამაზოს, ზოგს რამე სხვა მოსაზრება აქვს თუ რა.